რასაც მე ახლა ვიტყვი, შეიძლება ბევრ ადამიანს არ მოეწონოს, მაგრამ მე საუბრობ ფაქტებით, ჩემი კლიენტების და ისტორიით. ავიღოთ ერთი ფაქტი, რომელიც რამოდენიმე თვის წინ მოხდა. გოგონას, რომელიც არის 33 წლამდე, საყავს საყვარელი, ძალიან ბევრი ფული აქვს, ჩემი კლიენტია, კარგად უზრუნველყოფს, დადის ძვირფასი მანქანით, სასწავლო სახლში ცხოვრობს. შეუჩნდა თინეიჯერი ბავშვი, მოდი ავიღოთ, ბავშვი არ არის, 19 წლის, სრულწლოვანი, მოდი ესე ვთქვათ, სრულწლოვანი და დაიწყო მასთან სტუმრობა. და როგორც აღმოჩნდა, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მოპარა სავარცხელი. სავარცხლის მოპარვის შემდეგ გოგონას დაეწყო კბილების ტკივილი, თმების ცვენა და ლამის შეყვარებულს დაშორდა. რა თქმა უნდა, რომ ჰქონდა ადამიანს ნეკრომაგია, იმიტომ რომ თმები ცვიოდა ლამის ბღუჯა. ეს გოგონა, ეს 19 წლის გოგონა გაქრა მისი ცხოვრებიდან თითქოს და. ეხლა მე რო ვთქვი ადრე რომ ამბობენ საქართველოში ჩემი კლიენტები რომ თინეიჯერებში ძალიან პოპულარულია ჯადოს კეთება. მეგობრებო, ჯადო შეიძლება გაგიკეთოთ ისეთმა ადამიანმა საერთოდ რომელიც არ იცნობდეთ. აი თუნდაც ესე ახალგაზრდა გოგოს ქუთაისში ჩაუმარხა ეს ცნობილი ამბავია, მოხუცმა ბებომ სურათი ჩაუდო მიცვალებულს გაატანა, რომელსაც საერთოდ არ იცნობდა მას გამარჯვების გარეშე, გარდა. ეს მკვდარი ამოთხარეს, სურათიც ამოიღეს, ხალხო, ეს დიდი ამბავია, ყველა მიცის და ამას იმიტომ ვიძახი. ეხლა უყურეთ რა ხდება. თქვენ გონიათ, რომ ჯადოს გიკეთებთ მხოლოდ ის ადამიანი, რომელსაც არის თქვენი მტერი ოჯახს გარდა. მაგრამ მე გეუბნებით, რომ თინეიჯერებში, პატარა ასაკის ბავშვებში, მაგალითად, თქვენ მოგწონთ ბიჭი. თქვენი და არის პატარა, თქვათ, სადღაც 14-15 წლის შეიძლება, მასაც მოსწონდეს და ამას ხომ არ იტყვის, ამიტომ ისეთი საშინელება რამე გაგიკეთოთ, ან ენა მიუტანოს ვეღაცას თქვენზე ცუდი, ან ცუდი რამე გადაგასხათ, ან რაღაცა საშინელება გაგიკეთოთ, რომ ვერც მიხვდეთ, კი, ფული კი არ გადაიხადოს კითხავში, ისედაც შეიძლება რამე გააკეთოს ადამიანმა. ენით გაგიფუჭოს ცხოვრება, დაგასმინოს. ყოფილა ეგეთი რამე, რომ დის შეყვარებული მოსწონდა პატარა გოგონას 15 წლისას და დაასმინა, ვითომ ეს ბიჭი სადღაცა იყო. ეს ბიჭი ჩასვეს ციხეში და ეს გოგონა მერე წლების შემდეგ გაირკვა, რომ ეს ბიჭი საერთოდ არ ყოფილა და ამ ბავშვმა ტყუილად დაადო ხელი. ამიტომ ძალიან საშიში არიან მეგობრებო თინეიჯერები, მინდა გითხრათ, ძალიან საშიში. შეიძლება თქვენ და თქვენი ქმარი ცხოვრობდეთ და გეგონოთ, რომ გოგონა ძალიან საყვარელი ვეღაცა დადის, მაგრამ გულში რა უდევს ამ ადამიანს, თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ.